საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 12 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორში სტიქიისგან დაზიანებული სახლები დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილი რეგიონში დღეს დილის 10 საათზე ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. ერთი დღეღამის განმავლობაში ძლიერმა ქარმა გორსა და მის მიმდებარე სოფლებში 80-მდე სახლი დააზიანა. პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ზარალის აღრიცხვის პროცესს და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გააკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა გორი 1 საათის წინ დატოვა რა მდგომარეობაა რეგიონში და როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ნოდარ სხირტლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას გორიდან. ნოდარ გისმენთ. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გორში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ქალაქში სტიქიის შემდგომ შექმნილ ვითარებას. როგორც ცნობილია, ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტში 80-მდე საცხოვრებელი სახლი მთლიან და ნაწილობრივ სახურავის გარეშე დატოვა. ივანიშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ნაჩქარევად ჩატარებული გადახურის სამუშაოების ხარისხის სახეზეა. დღეიდან კი მთავრობა მკაცრ კონტროლს გაუწევს ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ასეთ სამუშაოებს. ეხლა ვაკეთებთ აღწერას და ყველაფერს აღვდგენთ და აღვდგენთ იმაზე კარგად, როგორც იყო. მადლობა ღმერთს, რომ განაკლისი არ არის დიდი, ზარალი არაა ძალიან დიდი, არ არის ადამიანური სხერბლი. შესაბამისად, უმოკლეს დროში ყველაფერს აღვადგინოთ. გორში ასევე იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც. მინისტრის განცხადებით, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ბიუჯეტით ჩაატარებს. ზარალის სრულად დათვლის შემდეგ კი საჭირო თანხას უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ზარალი ზუსტდება, სამწუხაროდ 80-მდე სახლია გორში და გორის რაიონში დაზიანებული. ზუსტი მონაცემები ამ წუთას არ აქვს თანხობრივად რამდენია, მაგრამ დღეს უკვე ცვლილებას შეიტანს გორის ადგილობრივი საკრებულო ბიუჯეტში, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი დაეხმარება გორის რაიონს. აი ეს უკვე სერიოზული თანხა უკვე სავარაუდოდ მილიონს გადასდება. ჩვენი სარეზერვო ფონდი არ ეყოფა, მობილიზებული არის ორივე სამინისტრო, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების მინისტრო ინფრასტრუქტურის. ხაროდ გორის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა $1,000,000 გადააჭარბა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის ბიუჯეტში საჭირო რესურსი მოიძებნება. დიდი მადლობა გორიდან ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა. განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სტიქიის შედეგად დაზიანებული მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნომერ 1 საჯარო სკოლა დაათვალიერა. მინისტრი სკოლის სახურავზე წავიდა და ზარალს პირადად გაეცნო. მისი განცხადებით, სამინისტრო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას დღესვე დაიწყებს, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მასწავლებლების განცხადებით, სკოლის ეზო, სადაც სახურავი გადმოვარდა, სრულად იზოლირებულია. გუშინ ძლიერმა ქარმა სკოლას ნახევარი სახურავი გადახადა. დაშავებულები არ არიან. სასწავლო პროცესი ამ დროისათვის შეუფერხებლად მიმდინარეობს. რამდენიმე ეტაპობრივი სამუშაოებია გასატარებელი. პირველი არის იმ შემთხვევაში, თუ იქნება წვიმა, რანაირად უნდა ვიმოქმედოთ, შემდეგ უკვე აღდგენითი სამუშაოები. იცით, დაახლოებით 20 სკოლამდე არის დაზარალებული საქართველოს მასშტაბით. პირველ რიგში ვიწყებთ ფანჯრების აღდგენით და ელექტროენერგიის აღდგენით, რაც ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ფანჯრები კარგად იყო გამოცვლილი და მეტალოპლასმასია და არ ჩაუმტრევია ღვთისმადლით. ამ მომენტისათვის შემოწმებულია სრულად, სახურავის გარდა არანაირი სახის დაზიანება არ არის, არ ჩატეხილა არც ერთი ფანჯარა. მიუხედავად იმისა, რომ გაყვანილობა არის სხვენში, გათბობის სისტემა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. ამ წუთას დილას ელექტროენერგია რაც მოვიდა, იმის შემდეგ ჩართული გვაქვს გათბობა, გვაქვს წყალი, გვაქვს დენი. საათის წინ ჩავიდა ბათუმში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. აჭარის რეგიონის სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ძლიერმა ქარმა, 50-მდე სახლი დააზიანა, ერთი ოჯახი კი ღია ცის ქვეშ დარჩა. თეონა ბაკურიძეს ჩავრთავთ ახლა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. თეონა, რა მდგომარეობა ამ წუთებში და რასაც ხადებს ენერგეტიკის მინისტრი?
დიახნინა ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნაკაშიძეების ოჯახს მიაყენა ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად 4-სულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი თითქმის სრულად დაინგრა. ნაკაშიძეებმა ღამე მეზობლებთან გაათიეს. ნაკაშიძეების ოჯახი გუშინ გვიან ღამით ქობულეთის გამგეობის თანამშრომლებმა მოინახულეს, როგორც გამგეობაში აცხადებენ, მოხდება სახლის საძირკვლის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება ექვემდებარება თუ არა სახლი აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკაშიძეების 4-სულიან ოჯახს ფართით დააკმაყოფილებენ. 5 წუთის განმავლობაში ჩავსულიყავი, თავზე დამეყრებოდა ჭერი. ამით გადავჭი. შიშისგან იკივლე ბაღან ბავშვმა ავატყმა არა მეორე დიდი მაგოგომ შეეშინდა რომ ეგონა დედა მუშით მოემწყრაო იკივლა. ნაკაშიძეების სახლის მსგავსად არა, თუმცა მცირე დაზიანება მიადგა კიდევ ქობულეთის მასშტაბით დაახლოებით 47 ოჯახს, რაც შეეხება ქობულეთის ცენტრალურ ნაწილს, ქობულეთში თამარის სანაპიროზე მოშლილია 150 მეტრიანი ჯებირი, რის გამოც დაზიანებულია ბუნებრივი აირის და წყლის მილები. ამ დროისათვის თამარის სანაპიროზე ადგილობრივებს არ მიეწოდებათ წყალი, შეზღუდვით მიეწოდებათ, რაც შეეხება ბუნებრივი აირს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია ქობულეთის ქალაქ ქობულეთის მასშტაბით, რისი აღდგენაც დღის ბოლომდე მოხდება. მიმართავთ ჩვენ მოვამზადეთ წინადადებად, მიმართავთ აჭარის მთავრობას, რათა მოხდეს ამ ადამიანების დროულად, ასე ვთქვათ, თავშესაფარის გამოძებნა ან დაფინანსება. დაითვლება ზარალი და მოსახლეობას დაუდგებით გვერდით, რომ ეს ზარალი რაც შეიძლება სწრაფად აღმოვხრათ და შეძლებისაგვარად დავეხმაროთ. რამდენიმე წუთის წინ დატოვეს ქობულეთში თამარის სანაპირო საქართველოს ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა კახი გალაძემ და დავით ნარმანიამ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ, მანამდე კი ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადებით, აჭარის მასშტაბით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 2-დან 3 მილიონ ლარამდე მერყეობს. ზარალი დიდი იყო. ჩვენ ეხლა მივდივართ ქობულეთში, მოვიმახვილოთ იქ არსებული მდგომარეობა, რა სიტუაცია, მე დავბრუნდებით ისე ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში, სადაც იყო კონკრეტულად დაზიანებები, პრემიერის დავალებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემებზე მუშაობს და ყველანაირი ზარალი იქნება ანაზღაურებული. საუბარია იმაზე, რომ დაზიანებული სახურავები გაკეთდეს პირველ რიგში, ანუ ეს იქნება ძირითადი მხარდაჭერა სახურავების აღდგენა და ინფრასტრუქტურული ზიანი, იმიტომ რომ ძირითადად გვაქვს ინფრასტრუქტურული ხასიათის ზიანი. საქართველოს ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ამ წუთებში უკვე სოფელ გელაურში იმყოფებიან, სადაც საერთო საცხოვრებელს ათვალიერებენ, რომელსაც ძლიერმა ქარმა და წვიმამ სახურავი გადახადა. უახლესი ინფორმაციით ჩვენ მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში დაგიბრუნდებით. მადლობა თეონა, ეს იყო თეონა ბაკურიძე ბათუმიდან. მე შეგახსენებთ, რომ აჭარაში ზარალი 3 მილიონ ლარს აღწევს. პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ წინა ხელისუფლება სამუშაოების უხარისხო ჩატარებაში დაადანაშაულა, რის გამოც აჭარას სტიქიის გამო ყველაზე მეტი ზიანი მიადგა. მურმან დუმბაძემის ტერიტორია მოინახულა, სადაც შტორმმა ქვაღორღი ამოყარა და აზიანა გარე განათების ბოძები და ხეები. მურმან დუმბაძის განცხადებით აუცილებელია, რომ მალევე ჩატარდეს ნაპირსამაგრის სამუშაოები და დაიგოს ახალი გზა. მილიონობით ლარი არის ჩადებული. მიუხედავად გაფრთხილებისა, ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული, ეს არის სახელმწიფო დანაშაული ბიუჯეტის მიმართ, ეკონომიკის მიმართ, საზოგადოების მიმართ, საქართველოს მიმართ. აქ არ შეიძლება ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც არავის არ ჭირდება. აჭარაში დაკარგული მეთევზის ზევნა განახლდა. მეთევზე ძლიერი შტორმის დროს ზღვამ წაიღო და მას შემდეგ დაკარგულად ითვლება. სარფში ზღვამ 55 წლის მამაკაცი 2 დღის წინ თევზაობისას გაიტაცა. მასთან მყოფმა ორმა პირმა დაადასტურა, რომ თევზაობის დროს ისინი კლდეზე ისხდნენ, საიდანაც მეთევზე ღელვამ ზღვაში გადააგდო. გონიო სარფის მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ მაშველები. დღესვე სახანძრო სამაშველო სამსახური ზღვის ღელვის შედეგად დანაგვიანებული სანაპიროების გაწმენდას განაახლებს. სამაშველო სამსახურმა და მაშველებმა დაიწყეს ძებნითი სამუშაოები დაღუპული გელაძისთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უკვე ზღვაში არიან შესულები კატერებით და აკვალანგები მუშაობენ. საგანგებო რეჟიმში მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი. ბოლო 1 დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში დედაქალაქიდან 158 რეგიონებიდან კი 133 გამოძახება შევიდა. ნუცა აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში, ნუცა რა პრობლემები შეექმნა მოსახლეობას სტიქიის გამო, რას აცხადებენ 112-ის დეპარტამენტში.
112-ის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძირითადად გამოძახებები ფიქსირდება ქარისგან შენობებზე, სახურავების ახდის ფაქტებზე, ასევე ძალიან ხშირია ასევე ქარისგან სარეკლამო ბილბორდებისა და ხეების წაქცევა, რის შედეგადაც რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლიც იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო რეჟიმზე, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, როგორც კი მოგდის ჩვენ შეტყობინება ამის გაუარესებასთან დაკავშირებით, ჩვენ გადავდივართ ავტომატურად საგანგებო რეჟიმზე და მთელი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ქალაქის მასშტაბით დაფიქსირდა 158 შემთხვევა, რეგიონების მასშტაბით დაფიქსირდა 133 შემთხვევა, ფიქსირდება სახურავების გადახდა, ხის წაქცევა, იყო 4 შემთხვევა, ადამიანის დაზიანების 4 შემთხვევა, თუმცა ვიტყვი რომ არც ერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ მოყოლია და ყველა ადამიანს აღმოუჩნდა დროული დახმარება. როგორც უკვე აღნიშნეთ, ძლიერმა ქარმა 4 ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. გორში ქარისგან ხე დაეცა მანქანას, სადაც მამაკაცი იმყოფებოდა და მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. ასევე თბილისში ასაკოვანი ქალბატონი ქარმა წააქცია. კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთ-ერთ შემთხვევაში მამაკაცს მოტეხილი ხის ტოტი მოხვდა, თუმცა ყველა შემთხვევა უკვე მობილიზებულია, დაზარალებულები იმყოფებიან საავადმყოფოში და არც ერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ ყოფილა. ეს იყო ნუცა აბაშიძე. სტიქი დაზარალებული მოსახლეობისათვის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცხელი ხაზი ამოქმედდა. 2.50-07-74 ამ ნომერზე 24 საათის განმავლობაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ და სამინისტროს ზიანის შესახებ შეატყობინონ. კოლ-ცენტრში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად სტიქიამ გორი, თბილისი და აჭარა დააზარალა. სამინისტრომ ზარალის აღრიცხვა უკვე დაიწყო და საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად მზად არის საჭიროების შემთხვევაში სიტუაციას ადგილზე გაეცნოს. სტიქიასთან დაკავშირებით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ყველა ვინც თანაც ხდება აღნიშნული სტიქია, მათ მიერ ხდება ინფორმაციის მოწოდება. სამინისტროს წარმომადგენლები ახორციელებენ ამ ინფორმაციის შეგროვებას, დახარისხებას რაიონების მიხედვით. სამინისტრო ამ შემთხვევაში იღებს ყველა ზარს, რომელიც შემოსულია რეგიონიდან და მათ შესაბამის მუნიციპალიტეტებში, შესაბამის რეგიონებში აგზავნის, რათა სამუშაო ჯგუფებმა უკვე დაგეგმონ შემდგომი ეტაპები და განახორციელონ შესაბამისად სამუშაოები. ყველაზე დიდი რაოდენობით ამ შემთხვევაში ზარები არის შემოსული თბილისიდან, გორიდან და შემდგომში აჭარიდან. საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ. როდის ჩადგება ქარი და როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში. თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. დეტალებით თამარ გისმენთ. სინოპტიკოსების ვარაუდით ქვეყნის მასშტაბით მომდევნო 2 დღის განმავლობაში იქროლებს დასავლეთის ქარი, თუმცა ეს არ იქნება ისეთი სიძლიერის, როგორც გასული დღე-ღამის განმავლობაში. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ არამდგრადი ამინდი ქვეყნის მასშტაბით თვის ბოლომდე გაგრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა დაეცემა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში -3 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამ საღამოდან უკვე მთლიანად ვრცელდება ეს ცივი ჰაერის მასები საქართველოს ტერიტორიაზე, ქარი ჩადგება, ხვალიდან უკვე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთელ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში ველოდებით 22 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში 17-19 გრადუსი, რაც შეეხება უკვე 27-ში დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონში შესაძლებელია რომ წამოწვიმოს და უკვე ემზადება ცივი ჰაერის მასები კვლავ შემოსასვლელად შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან, მაგრამ ეს ისეთი სიძლიერის არ არის, როგორც წინა დღეებში აღინიშნა. კი, მართალია, ტემპერატურა დაიკლებს და ისევ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი აღმოსავლეთ საქართველოში და მთელ საქართველოში, მაგრამ ისეთი სიძლიერის არ იქნება. მარტო გამოხატული იქნება ეს ტემპერატურის დაკლებით და ნალექების რაოდენობით.
გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმი მოსალოდნელი არ არის. როგორც უკვე გითხარით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება თვის ბოლომდე 29 და 30 მარტს ქვეყნის მასშტაბით ნავარაუდებია ნალექი. სინოპტიკოსები კი გამოდარებას უკვე 31 მარტიდან ელოდებიან. დიდი მადლობა თამარ, ამინდის პროგნოზი თამარ გოგესაშვილმა გაგვაცნო. ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდა. გადაიდო რეისები კიევი თბილისის მიმართულებით. არამდგრადი ამინდის გამო 2 დღეა აეროპორტი შეფერხებებით მუშაობს. ირაკლი მამალაძე გვეტყვის რა მდგომარეობა ამ წუთებში და ხომ არ იგეგმება რომელიმე რეისის გადადება? ირაკლი გისმენთ. დიახნინო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ღამით შეფერხებით სრულდებოდა რეისები. ათენის რეისი მოფრინდა 5 საათის დაგვიანებით, დაიგვიანა კიევის რეისმა უკრაინის ავიახაზებმა და დაგვიანებით მოფრინდა, შეფერხებით მოფრინდა ასევე Air Baltic რიგიდან. ამ ფაქტს აეროპორტის თანამშრომლები ქვეყანაში არსებული უამინდობით ხსნიან. კიევიდან საერთოდ 2 რეისი არ შესრულდა და არ მოფრენილა კიევიდან 23-ში და 24-ში და ამაღამ ნორმალურად ჩამოფრინდა და გაფრინდა დილას თავის დროზე. ეს უკრაინულ ავიახაზებზეა ლაპარაკი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არანაირი შეფერხება არ არის ამ დროისთვის, ყველა რეისი განრიგით სრულდება. დიახ, როგორც უკვე მოისმინეთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი განრიგით სრულდება, ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ აეროპორტის მეტეოსადგურში. დიდი მადლობა ირაკლი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი მამალაძე საუბრობდა. ახლა კი დღის სხვა თემები. პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს, რითაც პრეზიდენტი მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებას დაკარგავს. დღეს ეგეგმებოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა, თუმცა პრეზიდენტმა, რომელმაც რიგარეშე სხდომა დანიშნა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა. ეს კანონი ერთობლივად მივიღოთ. ოპოზიციის თანამონაწილეობის პარლამენტში და ამის შემდეგ აწუხებს ოპოზიციის. არის მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ჩვენ მესამე მოსმენით დაუბრუნდებით სასესიო პლენარული სასესიო კვირის პერიოდში, ეს არის 3 აპრილი. და ამის შემდეგ უკვე ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ამ კანონსაც. იმ ნაწილს, რომელიც საინტერესოს საზოგადოებას დაადებს თუ არა ვეტოს ამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, სააკაშვილი ეს გაირკვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაში შეხვედრებს მართავს. მაია ფანჯიკიძე ევროპის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დროებით რწმუნებულებს შეხვდა და მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე ძირითადი საკითხი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექსტზე დასრულებული მუშაობა, ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები და გაეროს რეზოლუცია იყო. ერთადერთი ადამიანი ხო? პირდაპირ სატელეფონო ხაზია ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე, რომელიც მინისტრის ვიზიტს აშუქებს. თამთა, რა შეხვედრები აქვს დაგეგმილი მაია ფანჯიკიძეს? ამ წუთებში საქართველოს საგარეო მინისტრი ხვდება ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრ ჟანი ხელის პლასჩერტის, რომელთან თუმცა შეხვედრა დახურულია და სავარაუდოდ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ მხარეები მედიასთან კომენტარს. მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დროებით რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრას ევროპის 15 ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდა. მინისტრმა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს მუშაობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ასევე შეხვედრის ძირითადი საკითხს წარმოადგენდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექსტზე დასრულებული მუშაობა, გარდა ამისა გაეროს რეზოლუცია და ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. ვისარგებლე შემთხვევით და ვთხოვე აქ ჩამოსულიყვნენ საქმეთა დროებითი რწმუნებულები იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენ არ გვყავს ჯერჯერობით ელჩები. თქვენ იცით, რომ 9 ქვეყანაში ელჩის დანიშვნის ბრძანებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მაგრამ სანამ ისინი ჩავლენ დანიშნულების ადგილას, კიდევ გაივლის რაღაც პერიოდი. ჩვენ კი ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი, რადგანაც ასოცირების ხელშეკრულების ტექსტზე ფაქტიურად დავამთავრეთ
მუშაობა. ეხლა ამ ქვეყნებში არის სამუშაო, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოხდეს ტექსტის პარაფირება. ეს ტექსტი შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას და მასზე არის, ასე ვთქვათ, დამოკიდებული კიდევ ვიზების ლიბერალიზაციის გეგმა. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დროებით ასრულებდნენ მოვალეობებს, მათთან გაგვეკეთებინა შეხვედრის ორგანიზება და აქედან გამომდინარე 15 ქვეყნის წარმომადგენელი, ძირითადად ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვენაში, ეუთოში და ევროკავშირში ჩვენი წარმომადგენლები, სადაც ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის შორის ურთიერთობებში. თავისუფლ საქართველოს საქმეთა დროებით მართლმუნებლებმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის პირველ დიპლომატთან დეტალურად განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემები და მათი დაწესების გეგმები. ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს ბოლო რაუნდი ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. რაც ნიშნავს, რომ ის დასახული მიზნები, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ვილნიუსის სამიტისათვის, უნდა შეჯერდეს. მოგეხსენებათ, ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით, რაც დასრულდა ძალიან წარმატებულად და შეიძლება უკვე ითქვას, რომ გადასულები ვართ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე. რასაც ბუნებრივია ჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა და ყველა საელჩო უნდა დეტალურად იყოს ინფორმირებული ამ ერთიანი პოლიტიკის შესახებ, რასაც გაატარებენ საელჩოები და საგარეო უწყება ზოგადად. გადაამცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წევრებთან. მაია ხანჯიკიძე დაიკითხავს ლექციას ლეიდენის უნივერსიტეტში და კიდევ ერთი დეტალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავად იყო ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი და აქ საელჩო სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა. დიდი მადლობა, ეს იყო თამთა ჯანაძე, რომელიც სააგაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს აშუქებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს ჯავახეთში ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილი სოფელ არაგვაში მცხოვრები პედაგოგის მაია გელაშვილის ოჯახს ესტუმრება. გელაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს აინტერესებს თუ როგორ ხორციელდება მის მიერ ინიცირებული პროგრამა სახელწოდებით ქართული როგორც მეორე ენა. აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან მოქმედებს და მასში 75 პედაგოგია ჩართული. ისინი ქართული ენის შესწავლის პროგრამას ძირითადად საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის სამცხე ჯავახეთში ახორციელებენ. ჩვენი ძირითადი ფუნქცია მოსახლეობისთვის, თემისთვის, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის და ასევე მასწავლებლებისთვის ქართული ენის სწავლება და პლუს ჩვენ ვართ ტრენერ მასწავლებლები. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გადავამზადოთ ადგილობრივი ქართული ენის მასწავლებლები, მოვამზადოთ ისინი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის და ამავე დროს ფუნქციონირებს ენის კლუბი, სადაც გაწევრიანებულია ადგილობრივი პედაგოგები, ისინი არიან სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ვასწავლით მათ ქართულ ენას. თბილისის საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას მოუწოდებს საგანგებო რეჟიმში დაუნიშნოს საარსებო შემწეობა იმ ოჯახებს, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ. ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე მთავრობას სპეციალური დადგენილების მიღებას თხოვს, რომლის მიხედვით შეიცვლება ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები. გულიკო ზუმბაძის განცხადებით, 1 წლის გოგიტ აბაშიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის ნაკლოვანებები, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. ამბობდა რომ გაბძანით ბიძინაევანიშვილი წლის დახმარების მოხდის პერიოდში ხო წინასწარ სოციალურად დაჭირებული არის ხოლმე მივა სოციალური აგენტი და მას მიანიჭებს ნიშვილიც ამბობდა რომ გაბძანით Tam წუთებში განცხადებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. Inserito il discorso dell'UNESCO, dell'ICOMOS, che aveva riconosciuto alla cattedrale un grande valore estetico e anche morale, anche storico, perché il patrimonio dell'umanità non è solo rappresentato da cose materiali, ma anche da cose immateriali.
io direi soprattutto, e questo è riconosciuto dall'UNESCO che da alcuni anni ha aperto la sua attenzione. პრეზიდენტი სასახლის ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით. ახალი ამბები ზუსტად პირველ საათზე დაუბრუნდებით, მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით დროებით.